დღეს გვინდა გაგაცნოთ ინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიტიკური პატიმრის მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. ეს საქმე შეეხება ამჯერად ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული სრულიად უკანონოდ, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მანამდე სანამ მოხდებოდა მზია ამაღლობელისათვის სისხლის სამართლის წესით ბრალის წარდგენა, ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა უკანონოდ პოლიციამ და შემდგომ მის მიმართ ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ეს ეხებოდა 173 მუხტს, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ასევე სტიკერის გაყრის გამო იერსახის დამახინჯების მუხლებზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არც ერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილი იყო სამართალდარღვევის მოქმები. მიუხედავად ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე შემდგომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელთან მიმართებით გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და მზია ამაღლობელი ერთ საქმეზე 2000 ლარით, ხოლო მეორე საქმეზე 1000 ლარით დააჯარიმეს. ეს ორივე საქმე და მათ შორის ადმინისტრაციული წესით გამოყენებული დაკავება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში მიუთითა, რომ ამ ქმედებებით და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევებით სახეზეა კონვენციის მუხლებების დარღვევის ისეთი მასშტაბები, რომელიც დაკავშირებულია მეხუთე მუხტთან, ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, დაკავშირებულია მე-6 მუხტთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, ეს კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებია და ასევე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება კონვენციის მე-13 მუხლი მე-5 მუხტთან ერთობლიობაში. ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ დავაუბრალთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო, როგორც საზოგადოებას ახსოვს, მზია ამაღლობელის პირველი დაკავება მოხდა შენობის ფასადზე, დამხმარე შენობის ფასადზე გაკრული სტიკერის გამო, სადაც იყო წარწერა იფიცება საქართველო. აი ამ წარწერის გაკრის გამო, ამ სტიკერის გაკრის გამო, მაშინდელმა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელმა გრიგო ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა და იმდროინდელმა ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა ირაკლი თებულაძემ გააკეთა განმარტება მზია ამაღლობელის დაკავებისთანავე, რომ მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის საფუძველზე. 150 მუხლი გულისხმობს იერსახის დამახინჯებას და როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ ამ მუხლის საფუძველზე მათ არ ჰქონდათ საერთოდ კანონმდებლობით ფორმალურადაც კი უფლება, რომ პირი დაეკავებინათ, იმიტომ რომ კანონი არ ითვალისწინებს ამ მუხლის ჩადენის შემთხვევაშიც კი დაკავების შესაძლებლობას. შემდგომ პოლიციამ გააყალბა სამართალდარღვევის ოქმი და მას ჩაუწერეს, რომ თითქოს ის პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა ეს ვერ დაადასტურეს ვერც სასამართლო პროცესებზე, მათ მოიტანეს საქმესთან სრულიად შემთხვევაში ამ ყოფი მტკიცებულებები, პოლიციელებმა მიცეს სრულ ჩვენებები სასამართლოს ფორმაზე და აი ამ მტკიცებულებებზე, ეგრეთ წოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა მზია ამაღლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი მზია ამაღლობელის საქმეში არსებულ დარღვევებზე. გვინდა საზოგადოებას ასევე შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელის ერთი საქმე უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება საკმაოდ სწრაფ ტემპებში. ის პირველი საქმე შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, რომელიც ასევე უსაფუძვლოდ იყო გამოყენებული და სხვა თამდელ დარღვევებს, რომელიც მათ შორის უკავშირდებოდა იგივე პატატის საფუძველზე ტელეფონის ჩამოთმევას, ექსპერტიზის ჩატარებას, რომელიც დადასტურდა რამდენიმე დღის წინაც, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ჩატარდა და არავითარი წინაპირობები არ არსებობდა ამის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელი იპოვის სამართალს, რომელიც სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით შეუძლებელია რომ იყოს მიღწეული. ეს არ არის ბოლო საქმე, სამწუხაროდ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ შემდგომ კიდევ განვაგრძობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავას, იმიტომ რომ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით
სხვა დარღვევებიც, რომელიც უკვე მოხდა, ვერ იქნება სათანადოდ აღმოფხვრილი, მათ შორის საუბარია არასათანადო მოპყრობის საქმეზე, რომელიც ამ დროისთვის არ არის გამოძიებული და სისხლის სამართლის იმ საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ განიხილება სააპელაციო სასამართლოში. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ გაგზავნილ საჩივართან დაკავშირებით მინდა ვთქვა, ეს ეხება ადმინისტრაციული დაკავების საკითხს. ეს თემა, როგორც გითხარით, ჩვენ ამ ახალ საჩივარში გვაქვს გაერთიანებული, ამაზე მიმდინარეობდა მათ შორის დავა ქვეყნის შიგნით და ახალს მიმდინარეობს და საინტერესო გარემოება არის ის, რომ გრიგოლ ბესელია, რომელიც უკანონო დამკავებელი არის მზია ამაღლობელის, იხილავდა იმავე საჩივარს, რომელიც მის წინააღმდეგ წარდგენილი, რაც ასევე არის სრულიად წარმოუდგენელი და ეს გარემოებაც ადასტურებს იმას, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და ეს გარემოებები სტრასბურგის სასამართლოში დარწმუნებული ვარ, რომ იპოვის სათანადო შეფასებას. თუ კითხვები გექნება, კარგი, გადავიდეთ რამდენიმე